დილამშვიდობის ხალხნო. უზახუთი წუთი. უკან პაპა არის იოანე მოსული. დღეს გააქრამე ცეკვის გარდა. მე ბაცაცო გადმომიყარა კამფეტები და ისეთი ბნედა დავეცი რომ უკან არის პაპასთან ერთად. გადმოვა ახლა. უკან რაღაცას აკეთებენ ჩემო მთილ და ერთი კაცი რა ყუხნას აწყობენ თუ რაღაცა და ყავა უნდა გადამეტანა და მადუღარა იქ მაქვს. იმიტომ რომ იქ რაღაცა შტებცელი არ მომწონს. თვალი რატომ ეკავები. ხო და პატარა ვაზაში კამფეტები ჩავყარე და დავდე სადღაც 1-40 სანტიმეტრი არის სიმაღლე, იმაზე დავდე აი ყვავილების ბაღზე. და ანუ ბაცაცოს არ დაუნახე. მაინც იპოვა და გადმოყარა. და ერთი კამფეტი როგორც აი დროშა მოიტაცო, ეგ მიქონდა ბატსა. ესე იგი გუშინ ვიდეო რო ჩავწერე, საათი არ გამიპაროს. მეთქი სახში და რა კარგი რაღაცა და ვიდეო რო გავთიშე ხო კარტოფილის ფუცქნა დავიწყე და დამირეკა. უფროსმა. და რო ვუპასუხე ვიდეო თვალით დამირეკათან, აბა ისი არ მირეკა. და რო დამინახა კარტოფილის საფუცქნა და ხალათი მაცვია და აი ამის აქეთ აეხადა და ესე შვებოდა. რო ისაო შენ სახში ხარო? თან აიყო იცი? არ და 11 რო 11 არა. 11-ის 5 წუთიას მიყვები ხოლმე და 11-ის 15 წუთზე ადგილზე ვარ და დამირეკა სადღაც 20 წუთზე. აი რო არ მივედი. რო აი უნდა იკითხოს რომ აბა მარშრუტკამ გამოგასწრო და მე დავხვდი იმით ხალათით. შენო არ მოხვედი, არ მოდიხარ. მე ვთხარი დღეს ჩემი სამსახურის დღე არ არის მეთქი თავის გამართლება და რასაბო შაბათ და სამშაბათს რო იყო ხო იყავიო და გაიმე ხლა, აი არ ვიცი, არაბობი ყველობანდაო. და ესე იგი ამას მეუბნეო ნახევარზე და მარშრუტკა გადის 5 წუთზე, ანუ 35 წუთი მაქვს იმისთვის, რომ არ დაწყებული სუპი გავაკეთო და არ დაწყებული მაკარონი მოვხარშო. და კიდე რამდენი არ დაწყებული საქმე გავმეკეთებინა დილით. მეჩქაკე. ხო და ეს მაკარონი ჯერ ასადუღებელი იყო წყალი ის რამდენი ნემსი უკეთია. ისე რომ ჩავყარე მეთქი ადუღდება ვარა მოუვა. სუპიც ხო დავიწყე და ამ გაიქე გამოიქეში ამოდივარ რაღაცა საწოლი ავალაგი მაკარონს ჩავხადე სუპს მოუვია ესე გიჟივით რომ უნდა 5 წუთიას გავასწრო თან უნდა ჩასაცმელი ვარ ხალათით დავდივარ ისევ სახლის ფორმით და მაკარონი აიცი როგორ მოვასწარი გადავწურე რაღაცა და გავვარდი. ოღონდ 8 წუთი იყო და აუ მეთქი გამასწრო თქო, მაგრამ გავედი თუ არა აი წამზე მივედი დაბარებულებით რა და იოანე მიდიოდა 9 საათში ინგლისურზე მე მგონი. მე დავუბარე იოანეს რომ მაკარონი გათიშე მეთქი. ანუ სადღაც 20 წუთში გაკეთდა ყველაფერი. ხო და ახლა ვფიქრობდი რა სკოლიდან რომ მოვლენ მეთქი. თან ხო კრებაზე უნდა წავსულიყავი. მე იქიდან კრებაზე გავიქეცი. კრებიდან ისევ მანდ მოვედი. 4 ტორტი, 3 ტორტი მქონდა. გამოსაძერწები იყო რა და. ეგ დამფლამდა აქ არ ვარ ჩავსულიყავი. ხო და ის მომენტი რომ აი მე სახში ვარ და რა კარგია ნება გავაკეთებ ნელა და უი რა კაია სახში ვარ და რაღაცა და ნინოს პატარა მტვერშასრუტი შევაერთე USB სატენი აქ რა და რაღაცებს იღებს ხოლმე და დიდის და გამოტანა დამეზარა და მოდი აი ეს დაიტენება მეთქი სანამ ამ საწოლებს და რაღაცებს ავალაგებ და მარტო ხალიჩას მოусმე მეთქი ის ცეგე გაშვეტილი დავტოვე. დენიდან კი გამოვაერთე კი.
ეს ნასკები ფაფით არის შეკერილი, თავის წინ ნაკერზე ირუღება. აჰა ივანე. აი ხა ნასკებს ვაშურობ. გონების სავარჯიშო მექნება საღამოს ყველანაირ. აი ეს ჩარჭი ხოლმე თორე. ამას ჩავაგროვებ ახლა იქ ამაკ დამშრალი ზოგი შრება. ხოდა ერთი სიტყვით გუშინა ეგეთი გიჟური დღე იყო. ივანე გუშინ შუქი აქაც აკრებოდა? საღამოთი. სასაცილო იყო რომ დამირეკა და დამაკვირდა. ხალათით რო ვიყო. კინაღამწნევა აუწია. დღესაც მივდივარ. დღეს სავარაუდოდ მალე მოვალ. იცი როგორი ტორტი გვაქვს? ერთი რაღაცა არ მახსოვს, მითხა, მაგრამ არ მახსოვს. გუშინდელ ისევ ჩქარობდით ტორტებზე და იმდენად წუთი-წუთში ვასწრებდით, რომ სურათების გადაღება ვერ მოვასწარით. აუ, ერთი ძალიან ლამაზი იყო, ესე მთების ხედით იყო, წიგნმოცეკვავე, რაღაცა ქართულ თემატიკისა იყო. ერთი გამოსაყვანი ტორტი იყო, აი ბავშვი რო დაიბადება, ეგეთი პეპის ტორტი. არაფერი არ გადაგვიღიას, საერთოდ ანუ გვერდზე რო არაფერი არ იდება ხომ ნინოს გვერდზე, იმიტომ კი არა რო არ არის. არა, აი რავი. ვერ ვასწრებთ ხოლმე, ანუ რომ მოდის კლიენტი რაღაცა, ვეღარ თავაზობთ, რომ ავიცი რა მოდი რა სურათსაც რო გელოდება და სურათსაც გადავიღებ. გელოდება რა, ეხა საათობით არ გველოდებია, თუმცა ელოდებოდნენ. თავის ელოდებოდნენ რესტორანში ამას წაუღია მაკდონიაში. ავიწყდება. კი. აუ ეგეთი რაღაცები ყველგან ხდება რა, მეც და მე საროჭკაზე სულ იმას ვამბობ, რომ დამავიწყდა ერთხელ გოგოსაზე ბიჭისა დავხატე და ბიჭისას გოგოსი და რო გავამზადე და შევხედე და აი რო აღვიქვე ეს რა გავაკეთე, მეთქი დამცხა. ხო და ერთი ის არის კარგი, რომ ირეცხება იმ ხრივ, ერთხელაც შემეშალე ეგე და ანუ რაღაცა ხდება ხოლმე ყოველ წელს, ყველა საქმეში ხდება ეგეთი ცდომილება, მაგრამ რა თქმა უნდა ესა შემკვეთი ამას ანუ შემკვეთისთვის ეს დაბრკოლება არ არის, იმიტომ რომ ისა ალაფრანში გამოვხარში გავა თეთრი გავა კრახმალი აი. ეს რამდენი მიღამა გასაშვები და ჩავყარ ახლა კი ვიღაფერი. ეხლა სანამ წავალ ცოტა ხანის ჩამოვჯექი. გათმევიღა მყავგას გამოსაშვები. დარჩენს ყველაფერს ვაჭამ. აი მყავას რო ვადუღებ ხოლმე დილით მით უმეტეს რომ მივდივარ, ანუ არ მინდა ხოლმე რატო ვადუღებ. ეხლა იმათ მოვდუღე და ესა მეც მოვიდუღე. თუ მინიმაუსი. ნახევარ საათში გავალ. დღეს უნდა წავიღო სამსახურში ქათმის ხო ქათამირო მამალირო მივასწიკვდილე იმის ნახარში. სახლის ქათმის წვენი და მაიას ჩავაბარებ და ვეთქვით შიხითმა გააკეთე. გემრიელია ხოლმე შიხითმა. თან სიცივეში, ძმრით, ვის უყვარს. იმ სმენაში გიული აკეთებს და ამ სმენაში მაია. მეგონება დავდომილი ხარ შენ თვითონ რომ მიიტან და გააკეთო. ხო, დღეს რა ტორტი გვაქვს, იცი რა უნდა მეთქვა. ბაიკის ჩაფხუტი უნდა გავაკეთოთ ტორტი მთლიანი. ძალიან მაგარი იქნება. ნუ თვითონ რო ვნახე, ანუ იმდენად არ არის დეტალებით დატვირთული ბაიკი ხო რა, ჩაფხუტი ხო სხვანაირი დეტალებით არის და ესა. რაღაცების დამატება შეიძლება რომ გავალამაზოთ რა. მარტო ეს აკვრია, მაგის იმის გაკეთება შეიძლება, რაღაცეები რა ვნახოთ. ჯერ უნდა ტორტი აღაწყოთ სამაგისოდ. თუ აწყობილი. არ მახსოვს. დღესაც კარგი ამინდი უნდა იყოს წესით, მაგრამ ღრუბლები ნახეთ როგორ ეფარება. აი ეს იყოს მოწმენდილიცა და აი პატარა იქით კუთხეებში გადარჩა მოწმენდილი. რა ვიცი, როგორი იქნება მე რამდენად მოსუფთავდება. მე მგონი ეს დროა რომ წავიღო და ოთახში დავიდგა. რომ მოვალ მე გავაგრძელებ
ნალექოა და ცხელდება ჩურლი. დასაწოლი ავალაკო. მანამდე ეს ნასკებიც გაშრება. არ მიყვარს ხოლმე ნასკების დატოვება, იმიტომ რომ პატარები როა და ესე კიდია. ეს ცეცხლი კი არა და ეს პარი როა და ეს ცხელი ეს ხო ამოძრავებს. აი თხელნაჭერს ვერ დაკიდებ, მაგრამ რო აგდებს ეს ალი. ხო და სუცდლობ ესეთ პატარები რო მიკიდია ხოლმე გასაშრობად. ანუ არსად არ წავიდე რა და გუშინ დამრჩა სხვათა შორის და მთელი დღე მაგარი კი ვიცოდი რომ სახში იყვნენ, მაგრამ მაინც მე ნერვიულებოდა რომ ვაიმე თქო არ ჩამოვარდეს. ჯობია მას წავიღებ ახლა. თან გავემზადებ. და აი აქაც მაქვს ნასკების ერთი დიდი ამალა. ეს რო ცხელია და ცხელზე არის, აი ბუცელზე დავდებ. აი მას კი ხელებზე ტყუილა ვისმე. რომ მივდივარ ხოლმე. ჩავალ თუ არა ხელებს ხო დავიბან და ტყუილა ვაუბარაქოვებ. ამიტომ ლაითად წავისვათ რაც დაგვრჩება. მარტო კანზე ზედა მხარეს. ბევრი არაფერი. იმდენი ნასკია მაგას რა დააწყვეტებს. ამის სათლელი უნდა ვიყიდო რა. ეს ურის გავდა. სხვა სახმარობ ხოლმე, პატარა არის და აი წვერი აქ ნახევრად გათლილი. ცალმხარეს. მე ხო პომადას ვერ ავხმარობ. აი ეს რომ ეწებება აუ იცი რა უნდა მეთქვა. Facebook-საც მინდა მაგ პოსტის დაწერა. და ნინოსაც ვეუბნები რომ დაწერე მეთქი შენ. მიყლავე, გავხედო. ანუ აი ეს ნერვოზიანი ხალხი რო შემოდის საცხობში და ტორტი რომ თავდება რა, აი ერთი წამით რო აღარ უნდა დამთავრებას და აი ბოლო დეტალი, ბოლო გვირგვინი, ბოლო ის რომ უნდა დაადგა და აუ გვეჩქარება რა. რატო არ არის მზად? ხო არ არის მზად, მაგრამ იქ სხვა რაღაცეები იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ არის ეგეთი რაღაცა რა. რო ელემენტარული აი ხა გუშინ მაგალითად ტორტი ქონდა საწყობი და შუქი ჩაგვიქრა 3 ჯერ. და კრემის ამოყვანა რასაც ქვია ძლივს მოვასწარით. აი რომ მოდიოდა იმ პერიოდებში. კი აქვს დვიჟოკი და დაგოგავს. მაგრამ არის ხოლმე რა ეგეთი რაღაცა სხვა, მაგალითად ჩვეულებრივ ვაკეთებ კრემს და კრემი აჭრილი და აი რო გგონია რომ არ უნდა იყოს აჭრილი, აჭრილი. ის მას უნდა გამოსწორებ რაღაცა დეტალები ითხოვს რაღაცა დროს, გარკვეულ დროს. არა 1 საათს და გაწი გამოწი 5 წუთი 10 წუთი. მანქანით რო ხარ და რაღაცა ხა 2 წუთი რო თუ შეგიძლია რომ დაელოდო ელემენტარული აი რომ მოდიხარ და რაღაცა შეიძლება არ იყოს მზად არ კრემავენ სპეციალურად მაგალითად შუებს, ეკლერებს,
არ კრემავენ კიდე რომელი ეგეთი ხელის კრემით მაძე მესვა ტრუბუჩკებს, იმიტომ რომ ფუჭდება, ანუ რბილდება, ლბება და რაღაცა ეგეთი რა და ყოველთვის მზად აქვთ ყველაფერი და რომ მოვლენიტყვე რამდენი ტრუბუჩკა გვინდა შეიძლება 10 ცალი იყოს მზად, მაგრამ შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და უნდა 30, შეიძლება 15 რა და ის რაღაცა პატარა მომენტი სჭირდება, რომ ის გამზადებული კრემი ჩაასვსო. ანუ მზად არის, მაშინ კი არ იწყებ გამზადება. ხო და თუ მაგისთვის იციან, თუ რაღაცა ელემენტარული სადღაცას რო შედიხარ, იმ ყიდვასაც ხომ და თუნდაც აი მაღაზიაში შედიხარ, სანამ ივლის, სანამ კონსულტანტთან მიხვალ, სანამ ერე სალაროსთან მიხვალ რაღაცა, დრო ხო უნდა. იქაც ხო ადამიანები მუშაობენ რა. ხო და ანუ ნერვოზიანი ხალხი ნუ შეხვალთ ხოლმე ეგეთ სადღაცა, სადაც სხვისი ადამიანობის გათვალისწინება არ შეგიძლიათ რა, არ გიგვიანებთ ის საუკუნე, გვიანდება 2 წუთი, 5 წუთი. და სახეები აქვთ. აუ ზოგს რა სახია გიცი? იტყვი რომ ეს ამ სამყაროდან არ არია და რო გადიხარ უბრალო მოკვდავად გადიხარ იმის თვალწინ რა და ესე მიგაქ რომ ანუ რა ვიცი ხა. მაგ სამყაროს მოეწონება? რა ესეთი ვაჟნებით რო შემოდიხართ ხოლმე რა არის? ეს დიდი ხანი უნდა გელოდოთ? ჯანი რო დაგეწოს წადი სხვაგან. მაგენ ქვემოთ ტორტინია ხოლმე ჩვენთან და მზა არის. იქ არავინ გიკრემავს, წადი იყიდე. ძნელია, არ არის ძნელი. წავედი ხალხო, რომელი საათია? 15 აპრილი საწოლს ავალაგებ, რაღაცა თმებს დავივარცხნი, გუშინ ჩავწავედი ესეთი გაწეწილი თმებით. ხო და ეს მეკეთა ფართუყზე და ეტყობა იქ სადმე დამოვარდა, რომ იქ იმაზე ეკეტა თოკაზე რაღაცნაირად და მეთქი თმის ამაგრი მინდა აი ესე დავდივარ. აი ეს რომელმა ქუდმა უნდა დაგიჭიროს აი ეს, რომელმა საკონდიტრო იმან რა, ახლა ეს სადაც წავა და ნინო მითხრა იქ აკირიავ რაღაცაო და ვიცანი მე ჩემი თმის ამაგრი. აი ეს მინდოდა აი ხალხო. აი ეს გრძელი აღარ მინდოდა, აი ეს უცბად. არც დავარცხნილი გაქვს ხა, არც არაფერი, მაგრამ რაღაცა ფორმა აქვს. აი ეს მომწონს ხოლმე, დედაჩემს ქონდა ხოლმე ბავშვობაში და ძალიან მომწონდა ხოლმე, აი ეს ზუსტად ეს მომენტი, აი ეს რომ მუშაობდა ხოლმე ბუღალტერი, არის დედაჩემი და თავის დროზე თავის ადგილას მუშაობდა. ხო და აი ეს ადგილი რო ქონდა ხოლმე ეს ჩამოშვებული აქეთ და აქეთ ძალიან მომწონდა ხოლმე და რაღაც მომენტში ხარ რომ ნახულობ ჩემ თავზე მაგას მომწონს ხოლმე. წავედი ხალხო, კარგად იყავით. წეველი სანამ ახლა ჩემი უფროსი დამირეკავს და ბნედასთან თემს ეს გუშინ დავლიე. კი. დავლიე. კარგად, კაი დღე ყველას.